ბავშვობაში ამ რეკლამაზე მეტად არაფერი არ მაგიზიანებდა. ნახე რატო ყვირის. ძალიან ცუდია. საშინელება. აი ყური მткиოდა როგორიც აი ეს სრული არ იყო. მარტო დამაძინეთი იწყებოდა და ეგრევე ჯამპსკერით მეჩნდებოდა ტელევიზორში. როგორ ხარ ხალხო? დღეს შევაფასებთ აიკონიკ ქართულ რეკლამებს, რომლებიც ალბათ ყველას გვახსოვს საქართველოში თუ ძალიან პატარა არა. Kivilis draws. აი ეს ყველა ვიცის. Кетонали, каргия, роца, менструация, ткива. Кетონალი, სახსის ткиვილი кетონალი. Ketona. აი ამ კაცის როგორ მეშინოდა ბიჭო. Forma სხვადასხვა ткиვილი. ყოველთვის მეგონა, რომ ესენი მართლა ლაპარაკობდნენ. ანუ ახლა დღეს რო უყურებ, ხვდები რომ გახმოვანებული, ანუ ამას შეხედე ესა. Мали, каргия, роца, менструация, ткива. აშკარა ჩინელი არის, აზიელი, აი, აქვს რუსული აქცენტი. რადონი სისულელი არის. აქ უნდა ყოფილიყო უფრო кетონალი, კარგია, როცა menstruация ткиვა. ვიდეო აუცილებლად დაალაიქე. ავეჯის გადაზიდვის სერვისი 25-60-60. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არის ის ავეჯის გადაზიდვის სერვისი 25-60-60 და დღესაც თუ არის ეგ სერვისი. ებადე 2010-მდე, უფრო 2000-იანების წინა რიცხვებში, ანუ 90-იანებში და ასე შემდეგ, შენ აუცილებლად გახსოვს რა არის ავეჯის გადაზიდვის სერვისი 25-60-60. აუ რა ხელა ნოსტალგია მაგ ბიჭო. რატო ვიღებ დღეს რეაქციას? დღეს რეაქციას იმიტომ ვიღებ, რომ აქედან დაიწყო ჩემი იუთუბერობა და თავს როგორც ალში თევზი, როგორც ფარშევანგი გალიაში, თავსაყრელი საკენკით და მეტი არ ვიცი. 97-ში ჰოლანდიური კლუბიდან მივიღეთ მოწვევა. ავიღე ბილეთები და პირდაპირ გავფრინდით ამსელავს. იქ დამხვდა კლუბის მენეჯერი, რომელმაც მითხრა, რომ პირველ ტურში ეჯახები დაიარეს. და ნუ ეგრეც მოხდა. ხონა ჩანსი დარტყმის რა. და მარჯვენა მხრიდან ეს დიდი ასეთი ჯამთელი და მეკაჩა მოვრიშორე ეს და ისეთ მოვრიშორე და დავარტყი მაგარი გავარტყი ძელს რა. საერთოდ არ მახსოვს ეს რეკლამა. მაგრამ მაინც ვერ გავიდი. და წავედი კარისკენ დასამატებლად. ეს რეკლამა. უყურეთ ევროპის ჩემპიონატს ელიტ ელექტრონიქსის ტელევიზორში. 100 წელი ვერ ვფიქრებდი, რომ ელიტ ელექტრონიქსის ტელევიზორის რეკლამა იქნებოდა ეს. თუ სხვა ფიქრებში წავედი. მიხარია. საიტერადია. გემრიელი ბარამბინო. 100%-ით ნატურალური, აი ესე ძალიან კარგად მახსოვს. ესე ძალიან კარგად მახსოვს. ბარამბინოს და ბარამბოს რეკლამები რა მაგრამ მევასებოდა ბავშვობაში. აუ ძალიან გიждდებოდ. მე ვარ ხახო 22 წლის. ვინმეს არც ძალიან პატარა გეგონოთ, არც ძალიან დიდი არ გეგონოთ. აი ამისთვის ვიყავი იმენა ოქროს ხანაში. იმენა კარგად რომ მომესრო. აი ზედ დამაჭდა. ოღონდ სხვანაირად არ დამაჭდა. აი დამაკდა. თუ ვინმეს ტექნიკს ყიდვა უნდა დაუშვეს ესე იაფირო და ვერ ხურდა. იმიტომ ტირი არ ტირი რატოს ეს მასლ მემორი მაქვს ალბათ ტირილის. გელა თავი და ფულა. Tu ვინმეს ტექნიკის ყიდვა უნდა დაუშვეს ესე იაფირო და ვერ ხურდა. იმიტომ ყვირი არ ვარ ჩუმი დიდა ჩავას გავაზობს ტექნო ბუმი მაცი ვარი გასკურა ტელეფონი ტოსტერი უთოკობით მისმენი გაწოვი თუ მიქსერი ტექნო ბუმ 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 იარ ყოველ დღეო ეო ტექნო ბუმ 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 მასები შეადარეო ესეც არის ყველაზე აიკონიკ დასამახსოვრებელი ყველაზე ერთ-ერთი მაგარი რეკლამა რაც კი არსებობდა საქართველოში. ძალიან საინტერესო კითხვა მაქვს, რატო უდევს შავლარ ამიშვილს ეს ვიდეო. Hey bon. Bon. ესე პირადიც ყველაფერი მაპატიეთ მეგობრებო. აუ ბონიბონები, ვაიმე, როგორ მიყვარდა ბავშვობაში. სიცოცხლის ტკბილი რიტმი კენტისაგან. ბონიბოს ასე რომ დავითრებდი ხოლმე და ბონიბოსო დავითრებდი ხოლმე და პირხახაში გადაუშვე.
ბონიბონს ერთ მისვლაზე ვჭამდი. ჩავიყრიდი პირში, ჩავილაღლაღებდი. დამაფოლოვეთ Instagram-ზე, შეიქმნეო broadcast channel-ი მალე მან და დაწერთ კომენტარებში გინდათ თუ არა რომ საკუთარი Discord-ი ან Facebook ჯგუფი გქონდეს. მიმები, ვიდეოები, ახალი სიახლეები და ყველაფერი დაიდევა მან. და რაღაც ჩემი community-ს ისევ შეკვრა მინდა, იმიტომ რომ ადრე Tetris-ამდე ამ სტილის YouTube-ს ვაკეთებდი და ძალიან მაგარი community მყავდა და ისევ მინდა ეს სიახლოვე community-თან. Arambos ქონდა უმაგრესი რეკლამები. Change my mind. Arambos იყო იმედა top. ისეთ კაი სიმღერებს ჩითავდნენ ბავშვობაში, ძალიან კეჩი იყო და ძალიან მისწორდებოდა. ბაიხო, ბახუტა იმერა. Ice tea. მაგრამ მევარსებოდა ადრე. ძალიან მაგრამ მევარსებოდა. და ქართული რო იყო, მაგრამ ისწორდებოდა მახსოვს. სწორედ რომ დავდივით კალათბურთით, მაშინ ვიყავი რამდენიც 14 წლის ვიყავი, 13 წლის ვიყავი. კარგი, სადაც ერთი 10 წლის წინანდელი ამბავია რა ეს. და მაშინ ვსვავდით სულ სპორტებზე, ვსვავდით ამას. არაფერი, აი კოკა-კოლა ჩვენთვის არ შეიძლებოდა, ეს არ შეიძლებოდა, ეს არ შელებოდა. ამას ეს გავქონდა რომ ვითომ ჩაი იყო რაღაცა და აუ ამას უშვებდით ვენებში ხალხო. აი როგორ ვიყავით, იცი, იმენა წურავდით. რამდენს გახსოვთ ვაფშე ბაიხო, დაწერეთ კომენტარებში და ვიდეოს დალაიქებად არხის გამოწერა არ დაგაუწევთ 100,000 მინდა წლის ბოლომდე. ჩემი ხო არ გადაო. ვინი გემრიელი. ვაიმე რა კლასიკაა. ტოფიტაზე ვერ ვიტყვი რომ არ მიჭამია დიდი ხანი. ტოფიტა დღემდე არის მაღაზიებში, როგორც ვიცი, დღემდე ძალიან მევასება. აუ როგორ გიждდებოდი ბავშვობაში. ახლა პროსტა ცოტა რთული პერიოდი მაქვს. ახლა საჭმელზე. ძაღლმა მიკბინა ქუჩის უკეთილშობილესმა ცუგრიკომ, ყველა ძაღლი ადამიანის მეგობარი ხომ არის და ზროდის მერე ვამბობდი კატაჯობია ძაღლს მეთქი. მივდივარ უბანში და ჩავდივარ ჩემს დაბლა უბანში, უნდა მივიწავიდე, აი შაბათი კვირა არ არსებობს ჩემთვის. მეთქი დღეს მაინც დავისვენებ აუზზე წავალ, დავიზაგრები, საათის ზაგარი მაქვს. ანუ საათი მეტყობა ისეთ ზაგარი, მაგრამ დავიზაგრებ რაღაცა, ვიცურავ, გავუცურავ, გამოვცურავ და ჩავდივარ ქვედა უბანში. ქვედა უბანში არიან სულ ძაღლები, როგორი ძაღლები არიან? იცი, აი ყველას რო უყეფენ რა. კაროჩ, ოთხი ძაღლი დგას რა იქით. ეს არის როგორც ყოველთვის მიყეფენ, ეს უკვე შეჩვეული ვარ, ეს სტანდარტული მდგომარეობა ამ ძაღლების რო არ დამიყეფენ, უფრო გამიკვირდება და მიყეფენ და ახ ფეხებზე მკიდია რა და ეს ბოლოთა მეუბნება ხომე აი ძაღლსო რო დაგიყებსო, ანუ პირიქით არ გაეცალო, ანუ просто გაატასავეო რა, არაფერი არც დაუყვიო, არც არაფერიო რა. ბასკა ჩემი კატა 13 წლისაა, ისე გავზარდე რომ მაქსიმუმ 3ჯერ დამეყვირა და არასოდეს არ დამირთავს ხელი. ანუ არასოდეს ხოლოზე ანუ თითი არ დამიდია. ანუ ხო ხვდებით როგორ დღეში ვარ რა. მეზიზღება რა, ანუ ძალიან მეწოდებიან ცხოველები, სულ რომ ლომი იყოს, არა ლომს როგორ არ დავარტყოლობს, ყელს გამოვჭრ. ესე ვუყურებ იმათ, ესენი თურმე მართობენ აქეთ და უკრინდან ეს ნაბარი ძაღლი წუნკალი. არ მომეპარა ბიჭო და აიმენა თან ტრაქთან მიკბინა, ტრაქთან, ანუ ვერ ვზივარ ხალხო ისე დღეში რა. ფეხზე მიკბინე, სადმე ისეთ ადგილზე მიკბინე რაღაცა, მაგრამ იქ რო ვიყავი 1000-ზე ვიყავი. სად გიკბინაო ძაღლმაო რა 1000-ზე ექიმმა მკითხა და მეთქი ცოტა უხერხული ადგილი ახლა დუნდულაზე, ახლა ტრაქთან მიკბინა ახლოს მეთქი და შენ უხერხული ადგილი არიცი რა არის. მე დავფიქრდი და კიდე ღმერთო მადლობა რომ იქ არ მიკბინა. ხო და ამიტომ ვარ დიეტაზე. ოფიტას რატომ მოვაყოლე ეს ყველაფერი? დიეტაზე ვარ, ძაღლმა გამიჩალიჩა მინიმუმ 10-14 დღე, არ უნდა ვჭამო არაფერი საერთოდ. ანუ აი ეგ ფოტოს ამოვანათებ, რა არ შემიძლია რომ ვჭამო. და ვარ ციციბურაზე და კიტრზე. 10 დღე უნდა ვიყო ეგრე. და სხვათა შორის დაგააპდეითებთ მეთქი, ყველა რომ დამცინოდით, მეღადავებოდით. ბენი მოიმატეო. სხვათა შორის რაღაცა კარგი მინდა გითხრათ. 90 კილო ვიყავი მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. ახლა
მე შემიძლია ვთქვა, რომ მაისში დავიწყე დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასე ვთქვათ, და დავიკელი 9 კილო. ახლა ვარ 81 კილო. ვიყავი 90 კილო. 81, იცი რის მერე არა ვარ? აი პირველი პრაიმი რო გავსინჯე, გახსოვთ? პირველად რო დავიწყე გასინჯვების ვიდეო. მაგის მერე არა ვარ 81 კილო. ჩემი მიზანი არის ჩამოვიდე მინიმუმ 70-მდე, რომ მე უკვე ჭამასო დავიწყებ, ჰაჰა, 73 კილომდე მოვიმატო რა. 73, 74, 70-ზე ისეთი სუსტი ვარ. 70-ზე არ გინახი ვარ მე. არც ტეტრისის პერიოდში. ყოველთვის საუკეთესოს ვირჩევ. საუკეთესო ავტომობილები, საუკეთესო სუნამოები, ო ვაუ! ჰიგიენური საფენები, მოლფეტი. ვაუ! მოლფეტი. როგორ? მოლფეტი. აიჭი. კიდე ერთხელ მითხარი. და რა თქმა უნდა, ქალის ჰიგიენური საფენები, მოლფეტი. მოლფედი. მეგობარი, მოლფედი. ჩემი მეგობარი მოლფედი. გამოიწერეთ ხალი ხო არხი. და ვიდეო აუცებ და ალაიქით. ჩემოთ მე მეგობარი მოლფედი. არჯვენა ყურში რომ ესმის მარტო. ისე ლამაზად ხაფადება ვეღარ მომწყვიტე თვალიო. აუ ეს ვიცი. ყურვილი მაკლავს მითხარი ცუცუს ქვეშ თუ გახალიო, აუ ჩემი. აი მე დედა. ლომის სისმადება კარგი ხსლის არ გავგრილდი ხალი. რომისი უნდა გადიო. მე ბავშვობაში ვერასოდეს ვერ ხვდებოდი ამ რეკლამას. ვერასოდეს ვერ ვიაზრებდი რა იდგა ამ რეკლამის უკან. ახლა ვიაზრებ. საინტერესო რეკლამების ეპოქა ქონა საქართველოში ნამდვილად. ზოგი როგორ იყო, ზოგი family friendly იყო, ზოგს ლომისის გამო უბაგუნებდნენ და უმეტესად თუ დაამუღავთ Iconics რეკლამები ყოველთვის იყო მუსიკების სიმღერებით, ანუ ლოგიკურიც ახლა. სიმღერა უფრო გამახსოვრდება ვიდრე ტექსტი. ამით წერეთ რა გიდათ შემდეგ ვიდეოში რომ იხილოთ. რა დავარეაქტო და სად გადავეშვათ. ეს არის შეხურების ვიდეო. კარგად.